გამარჯობათ. დღეს ვისაუბროთ ბიოპრეპარატების შესაწამული ხსნარის მომზადებაზე. ხსნარის მომზადების დროს ვიყენებთ მზა კომერციულ ბიოპრეპარატებს ამ შემთხვევაში, რომლითაც უნდა ასე ვთქვათ, შევწამოთ, ანუ შევასხუროთ ჩვენი ბიოპრეპარატები ჩვენთვის საჭირო კულტურებს. ეხლა, როგორც წესი, რამდენიმეჯერ რომ არ მოგვიწიოს შეწამულის ჩატარება, ერთხელ უნდა გავაკეთოთ ნარევი ერთმანეთთან თავსებადი პრეპარატებისა, ესენი პრინციპში ერთმანეთთან თავსებადებია. ოღონდ ეს უნდა მოხდეს უშუალოდ გამოყენების წინ და მერე უნდა შევასხუროთ და შევაფრქვიოთ მცენარეებს. ეხლა რა პრეპარატებს ვიყენებთ და რა არჩევანი გვაქვს? საქართველოში პრინციპში არაფერი ბევრი არჩევანიც არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ხელცარიელები ვართ. სოკოვანი და ბაქტერიული მავნებლების წინააღმდეგ არის ძალიან კარგი პრეპარატი. ეს არის ბიოკატენა, რომელიც სინამდვილეში არის ტრიქოდერმა, აწარმოებს თბილისში ფირმა ბიოაგრო. ეხლა რა რაოდენობით არის საჭირო მისი გახსნა 10 ლიტრ წყალში. ეხლა მე აქ მაქვს მზომი ჭიქა, რომელიც მზომი არა, ჩვეულებრივი ჭიქა, მაგრამ აი ეს არის დაახლოებით 100 გრამი, აი აქამდე, სადაც ეხლა ცერითით იმიდევს, აი აქამდე ძირიდან 100 მილილიტრი წყალი ჩადის. ორი აი ესეთი ჭიქა ბიოკატენა უნდა გაიხსნას 10 ლიტრიან ბოთლში. შემდეგ მეორე ასეთივე ფუნგიციდი და მრავალი ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი და პრინციპში შეიძლება მისი გამოყენება ბიოკატენასთან ერთად არის აი ეს ბოთლი გახლავთ, რომელშიც არის ჩემო ბატონო ასპერგილუს ორიზა და მუკორხიემალისი. ეს პრეპარატი გახლავთ M1 პრეპარატი, რომელიც ასევე საქართველოში იყიდება, ადრე ცალკე ვიდეოც კი მიუძღვენი. ეს სულ 100 მილილიტრი დაგჭირდებათ 10 ლიტრაზე. შეგიძლიათ ამ ორიდან ერთი გამოიყენოთ, ან ორივე ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ კი გაქვთ. ეხლა მე ეს მაქვს და მაინც უნდა დავხარჯო რა. ამიტომ ასედაც მოვიქცევი ცოტა ხნის შემდეგ. შემდეგ საჭირო არის კიდევ ინსექტიციდებიც და მე მაქვს ორი სახეობა ინსექტიციდის, ესეც ბიოაგროს პროდუქცია გახლავთ. ერთი ეს არის ბოვერინი, რომელშიც აქტიური, ესე იგი, მიკროორგანიზმი არის სოკობოვერია ბასიანა, ხოლო ეს არის მეტარიზიუმი გახლავთ, აი ეს სითხე. ბოვერია ბასიანა ისე რა, აი მეტარიზიუმიც ძალიან კარგი ხარისხის არის, როგორც აი ტრიხოდერმა, ამ შემთხვევაში ბიოკატენა. ეხლა რა რაოდენობას ვიყენებ 10 ლიტრა წყალზე, ოღონდ გახსნის წესსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ჯერ ვასხამ აი ამ 10 ლიტრიანში დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. შემდეგ 100 გრამი იქნება აი ეს ასპერგილუს ორიზა, უბრალოდ M1 ქვია რა პრეპარატს, ასპერგილუსი. მე M1 ვიყიდე იმისათვის, რომ ასპერგილუს ორიზა გამომეყო სუფთა სახით და მაქვს კიდევაც, მაგრამ აი ეს M1 პრეპარატი. M1 პრეპარატი დაგჭირდებათ სულ 100 მილილიტრი. ბიოკატენა დაგჭირდებათ 200, ასევე ბოვერინი და მეტარიზიუმიც ასევე 200 მილილიტრი. აი ეს დაახლოებით 0,7
მილილიტრი უნდა ჩავასხათ აი ამ ბოთსაში. ჯერ იქ უნდა მოვათავსოთ 3 ლიტრი წყალი, შემდეგ კარგად შევურიოთ და შემდეგ შევავსოთ 10 litrამდე. 10 ლიტრი რო შევისება, მერე კარგად უნდა ვაჭანჭყალოთ გარკვეული დროის განმავლობაში, თქვა 3-5 წუთის განმავლობაში, რომ რაც შეიძლება თანაბრად განაწილდეს ეს ბიოპრეპარატები და მას მერე რაც ამის განაწილებას მოახდენთ, მერე უნდა შევწამლოთ აუცილებლად. ეხლა შეწამლა უმჯობესია რომ მოხდეს საღამოზე მზის ჩასვლის წინ. უნდა შევწამლოთ როგორც ფოთლების ზემოდან, ისე ფოთლების ქვემოდან, აუცილებლად ქვემოდანაც უნდა აი შესაშხურებელი უნდა ამოვატრიალოთ ისე რომ შეშხურება მოხდეს ქვემოდანაც ფოთლების, იმიტომ რომ მავნებლები ძალიან ხშირად სწორედ რომ ფოთლების ქვემოთ იმალებიან. ზესულად არ უყვართ და იქიდან წოვენ ფოთლებს წვენს. ბოვერინი და მეტარიზიუმი მათ წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური გახლავთ. თუმცა ბოვერიას საერთოდ უფრო ტენიანობა უყვარს და რომ იცოდეთ, თქვა დასავლეთ საქართველოში უფრო ეფექტური იქნება ვიდრე აღმოსავლეთში, მაგრამ ორივე ერთად ერთმანეთს ბოვერინი და მეტარიზიუმი ერთმანეთს აძლიერებენ, ასე რომ შედეგს არ ვემდური მაინც და მაინც. ეხლა წვიმები არ იყო მომდევნო წვიმები იყო უпростоრად გუშინ აღარ ყოფილა. რამდენიმე დღე წვიმა არ იქნება, ამიტომ აუცილებელია რომ ეს ასე ვთქვათ, აი ამ კომბინაციით შევძამლოთ ჩითილები, წვანილებიც და თუ რაიმეს შევწუდები ხეებს, არაფერს არ დავტოვებ შეუწამლავს. ეზოში არ ხმარო შაბიამასაც კი, შაბიამანიც და სპილენძის პრეპარატებიც მე ასე ვთქვათ გამორიცხული მაქვს. გარდა ამისა, იმისათვის რომ ეს დამაგრდეს ასე ვთქვათ ფოთლებზე, აუცილებელია მიმწებებელი. აი მიმწებებლებზე ცოტა ხნის შემდეგ ვთქვათ ცალკე ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ეს არის ცალკე თემა, საინტერესო, რომელიც უნდა კარგად ვიცოდეთ. ეხლა რაც შეეხება იმას, ვინ უნდა გააკეთოს აი ესეთი რამ, ვინ უნდა იყიდოს სამრეწველო პრეპარატები, რომლებიც იყიდება. ეს უნდა გააკეთონ და იხმარონ იმ ბიომეურნეებმა, რომელსაც ნატურალური მეურნეობა აქვს და თავისთვის მოყავთ. ხოლო პროფესიონალებს ვიმეორებ არ გირჩევთ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი დაგიჟდება და მოსავალი იქნება ძალიან ძვირი. თქვენ უნდა შეძლოთ და საკუთარი ხელით გაამრავლოთ ის ტრიქოდერმაც, ბოვერიაც, ემერტს ვერ გაამრავლებთ, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ასე მარტივი არ არის მისი შემადგენლობის დადგენა, ახლა კი ვიცი ძირითადი კომპონენტები რომელი არის, მაგრამ ახლა ზუსტი შემადგენლობა ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული აქვს მწარმოებლებს. და ასევე მეტარიზიუმიც. პრინციპში აი ამ სამს ბოვერინს, ბიოკატენა იგივე ტრიხოდერმას და მეტარიზიუმს თუ გაამრავლებთ, მეტი პრინციპში ძალიან ცოტა რამე შეიძლება დაგჭირდეთ და ძირითადად მოსავალს ეს ეყოფა განსაკუთრებით თუ დიდი რაოდენობით აქვს ამისი წარმოება უფრო საკუთარი საჭიროებისათვის აწყობილი. თორემ ეხლა ეს პრეპარატები რასაც ხედავთ, ხომ? უყურეთ ფასები როგორია. ბიოაგროს პრეპარატები ლიტრი 10 ლარი ღირს, უკვე ეს არის საკმაოდ ძვირი, ხოლო ემერტს საერთოდ 30 ლარად ყიდიან, ამას საერთოდ არ ვიყიდი. უბრალოდ მინდოდა, როგორც გითხარით, აი ამ ორი ძირითადი კომპონენტის, ასპერგილუს ორიზას და მუკოლ ჰიემალისის გამოყოფა სუფთა სახით. მერე გადავწყვეტ როგორ მოვიხმარო და რანაირად. ეხლა აი ეს ხსნარი უკვე რომ ვიანგარიშოთ, ხო? 2 და 3, ანუ სადღაც 9 ლარის მარტო ბიოპრეპარატები გამოდის
ერთ შეწამლაზე. ეს მე ვიტყოდი თან იმ შეწამლაზე, რაც თქვა, რასაც ეყოფა ეს ბოთი. ეს დაახლოებით არის თქვათ 600-დან 1000 კვადრატულ მეტრამდე. აი ესეთ ამას შეიძლება იყოს ასეთ მიწის ნაკვეთს. ასე რომ ბიოპრეპარატები თუ საკუთარი წარმოება არ გაქვთ, ჭირდება ძალიან ძვირი, ხოლო ეხლა ვისაც თავისთვის მოყავს და თქვათ ნატურალურ მეურნეობას ეწევა, რომ საკუთარი კონდეს კარგი და ხარისხიანი, ხა ჯანმრთელობაზე ძვირი არაფერი არ არის და ძვირფასი. ამიტომ ნამდვილად ღირს ამ პრეპარატების შეძენა და გამოყენება საპრეპარატების სახით. მაგრამ ვიმეორებ პროფესიონალმა, ვინც უნდა მიიღოს კომერციული მოსავალი და კომერციული მოგება, ამ პრეპარატებით ვერ ნახავს ვერავით არ მოგებას არსებული ფასების პირობებში. იმიტომ რომ პრეპარატები ვიმეორებ არის ძალიან ძვირი, ხოლო ბიოპროდუქცია საქართველოში, რასაც ბიო ქვია, იმას სერტიფიცირება კიდე უნდა, სერტიფიცირების ხარჯები ცალკე დიდია და ბიოპროდუქცია არც ისე ძვირი გახლავთ, რომ ეს ყველაფერი თავისუფლად გადაფაროს. ამიტომ გრჩებათ ერთადერთი რამ, ეს არის ამ პრეპარატების საკუთარი ძალებით წარმოება, საკუთარი საჭიროებისათვის, ამას არავინ არ აგიკრძალავთ. თორემ პრინციპში ამ პრეპარატების გასაყიდად წარმოება ეს არის ლიცენზირებადი საქმიანობა და ლიცენზია ჭირდება. ეგეც შეიძლება აწყოთ, იმიტომ რომ თქვათ, როცა ქვეყანაში ერთი მონოპოლისტი მწარმოებელია, ეს სულაც არ არის კარგი, თავად ამ მწარმოებლისთვისაც კი და მით უმეტეს კარგი არ არის მომხმარებლებისათვის, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვათ, ბიოფერმერების ვისაც სურს, რომ ამ ბიოფერმერობაში ფული აკეთოს, ყველას მოგიწოდებთ, რომ რაღაც ცოდნა მიკრობიოლოგიური არაა საჭირო, თქვათ, პროფესიონალი მიკრობიოლოგი დადგეთ, რაღაც მიკრობიოლოგიური უნარჩვევები აუცილებლად უნდა გაგაჩნდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.